კონსტრუქტივიზმი სწავლების ერთ-ერთი ინოვაციური მეთოდია. ესაა აქტიური, ინტერაქციული სწავლების მეთოდი, რომელიც გულისხმობს მოსწავლის მიერ ცოდნის აგებას წინა გამოცდილებაზე დაფუძნებით. ახალი მათემატიკური საკითხის კონსტრუქტივისტული სწავლებისთვის უმრავლეს შემთხვევაში მიზანშეწონილია სწავლა კეთებით. მოსწავლეები ინდივიდუალურად ან ჯგუფურად მონაწილეობენ მასწავლებლის მიერ შეთავაზებულ მათემატიკურ აქტივობებში. იყენებენ მათემატიკური თვალსაჩინოების საშუალებებს ან სხვა რესურსებს იმისათვის, რომ ააგონ ცოდნა. ამასთანავე, მათემატიკის კონსტრუქტივისტული სწავლა და სწავლება არის მხოლოდ სწავლა გააზრებით. გააზრება აუცილებელია მსჯელობა დასაბუთებისთვის და ცოდნის გამოყენებისთვის. საბოლოოდ კი მრავალფეროვანი მათემატიკური პრობლემების გადასაჭრელად. ახალი მოსწავლეებისთვის უცნობი მათემატიკური საკითხის ეფექტიანი სწავლება, სწავლის პროცესი, როგორც წესი, მოიცავს საკითხის დამუშავების 3 ფაზას. პირველია ახალი სასწავლო საკითხისთვის მოსწავლეთა შემზადების ფაზა წინასწარ. მეორეა მოსწავლეთა მიერ ახალი საკითხის წვდომის, გააზრების კონსტრუქტივისტული მიდგომის შემთხვევაში ახალი ცოდნის აგების ფაზა განმავლობაში. და მესამეა ახალი ცოდნის განმტკიცებისა და უნარ-ჩვევების განვითარების ფაზა შემდეგ. ფილმის დანიშნულებაა დაეხმაროს მასწავლებლებს პრაქტიკაში დანერგონ მათემატიკის სწავლების კონსტრუქტივისტული მეთოდი და საკითხის სწავლების სამფაზიანი მოდელი. ახალი სასწავლო საკითხია მრგვალი სამნიშნა რიცხვისთვის მრგვალი ორნიშნა რიცხვის მიმატება ასეულზე გადასვლით. პირველი ფაზა, ანუ ფაზა წინასწარ, გულისხმობს მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურებას. მოსწავლეებმა ამ დროისათვის იციან სამნიშნა რიცხვის თანრიგობრივი აგებულება, ნაწილ-ნაწილ შეკრება 100-ის ფარგლებში. რამდენი აკლია ორნიშნა რიცხვს 100-მდე. მრგვალი სამნიშნა რიცხვისთვის ორნიშნას მიმატება ასეულზე გადასვლის გარეშე. ორნიშნა რიცხვების შეკრება 100-ის გავლით. მათემატიკის კონსტრუქტივისტული სწავლა მხოლოდ მოსწავლის წინა მკვიდრ ცოდნას უნდა დაეფუძნოს. ამიტომ მიზანშეწონილია, რომ მასწავლებლებმა ახალი მასალის მიწოდებამდე აუცილებლად შეამოწმონ და გააქტიურონ წინა ცოდნა და უნარ-ჩვევები. მოგესალმებით, ბავშვებო. აბა ცოტა გავხალისდეთ. ავდგეთ ფერზე. პირველი ფაზის ამოცანაა მოსწავლეთა შემზადება ახალი ცოდნის დასაუფლებლად. მათემატიკური თამაშისა და საშინაო დავალების ერთობლივი განხილვის ფორმით. ხელები ერთმანეთს. შეიკრა წრე? აბა დაუშვათ ხელები. გაკვეთილის დასაწყისში მათემატიკური თამაშის დანიშნულება მოსწავლეთა ყურადღების მიპყრობა მათემატიკურ ობიექტებსა და სააზროვნო პროცესებზე. მათი ერთგვარი დამუხტვა მომდევნო აქტივობების შესასრულებლად. აგრეთვე თანატოლთა შორის თანამშრომლობის წახალისება. 30. გავადიდოთ 100-ით 1000-მდე. 30. სასწავლო თამაში გაკვეთილის თემას უკავშირდება. თამაშის განმავლობაში მოსწავლეები ითვლიან მოცემული ორნიშნა რიცხვიდან ასეულის ბიჯით ჯერ რიცხვების მატების მიმართულებით, ხოლო შემდეგ რიცხვების კლების მიმართულებით. ცოტა ხმა მაღლა. 220, 120, 30. ახლა გავადიდოთ 200-ით, ლუკა. 220, 520. აბა გაასწორე თორნიკე. 220-ის შემდეგ გავადიდოთ 200-ით სწრაფად. 420. კი ბატონო. 620. ოჩაღ, ძალიან კარგები ხართ. მგონი ცოტა გავხარისტით. დაუბრუნდით აბა ადგილებს, დაუბრუნდით. მოსწავლეთა შემზადება ახალი საკითხის დასაუფლებლად გრძელდება საშინაო დავალების ერთობლივი განხილვით. დავიწყოთ საშინაო დავალების განხილვა. ამოცანა ნომერი 1. საშინაო დავალების პირველი ამოცანაა. გადაიხაზეთ და შეავსეთ ცხრილი, რომელშიც მოცემულია თუ რამდენი აკლია რიცხვს 100-მდე. 55, 55. 75. ეს ამოცანა მოსწავლის წინარე ცოდნას ააქტიურებს იმისათვის, რომ ახალი ცოდნის აგების ფაზაზეც მარჯვეთ შეავსოს რიცხვი მრგვალ ასეულამდე
და მხოლოდ ამის შემდეგ გასცდეს მას. ას გამოვაკელი 55 და მივიღე 45. ცოტა სხვანაირად ხომ არავინ მეტყვის? მეც 55 შევავსე ჯერ 60-მდე და მე 60 მივიმატე 40 და ის 5 რომ დაგვრჩა მივიღე 45. 45. აბა 75 ამგვარადვე გაგვიკეთე გიგი შენ. შეგვივსე. კი არ გამოაკლო 175, არამედ შეავსე 100-მდე. საშინაო დავალების ერთობლივი განხილვა მოსწავლეებს უზრუნველყოფს მასწავლებლის მხრიდან ეფექტიანი უკავშირით, ხოლო თანატოლთა მხრიდან განსხვავებული იდეებისა და სტრატეგიების გაზიარებით. კი ბატონო. ამასთანავე, მასწავლებელი იღებს საჭირო ინფორმაციას მოსწავლეთა მიერ წინა საკითხის ფლობის დონის შესახებ და ახალი საკითხისთვის მათი მზაობის შესახებ, რათა შესაბამისად წარმართოს მომდევნო აქტივობები. აბა ეხლა ნიკამ გითხრას 91-ს რამდენი აკლია ნიკა? 91 აკლია 9. 9 ჩავწეროთ და 99 შენ გითხარი აბა? 89 აკლია მას 21. 21. აბა კარგად შევამოწმოთ 21 აკლია თუ არა, აგვიხსენი როგორ მიიღე 21? მას 99-მდე შევავსოთ, მას 90-მდე. რამდენი აკლია? 51. 1 კი ბატონო და 90-ს რამდენი აკლია კიდე? 90 უნდა მივუმატო 10. გამოგვივიდა 121. 1 და კიდე 10. რამდენი გამოგვივიდა ნიკა? ესე იგი ბოლო რიცხვია 11. მადლობთ გიო, დაბძანდი და გადავიდეთ მეორე ამოცანაზე. ამ ამოცანაში ვინმეს რაიმე შეკითხვა ხომ არა გაქვთ? ამოცანა ნომერი 2 ბავშვებო. შემდეგი ამოცანა საშინაო დავალებიდან. შეკრიბეთ ადვილი ხერხით. 39 პლუს 50 პლუს 5. მოусმინოთ ბავშვებო. უდრის 79 პლუს 5 უდრის 90. ეს ამოცანა ნაწილ-ნაწილ შეკრების უნარჩვევას ააქტიურებს. თუმცა შესაძლებელია ზოგიერთმა მოსწავლემ შეკრების სხვა ხერხი გამოიყენოს. ცხადია, მასაც უნდა ვათქმევინო თუ როგორ შეკრიბა. სხვა პასუხი ხომ არავინ მიიღო? მეც სხვა ხერხით ამოხსენი? გისმენთ ლიზიკო, გისმენთ, წაიკითხე. მაჩვენე დათო შენ როგორა გაქვს? კი ბატონო. მივიმატოთ 25 მივიმატოთ 25. უდრის 100 უდრის 4 ცალია 25. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. ამოცანა ნომერი 3. შეავსეთ რიცხვთა კიბეები. შევსების წესი ასეთია. კიბის პირველ საფეხურზე გამოსახული რიცხვი ზემო საფეხურზე მცირდება მოცემული რიცხვით, ხოლო მარჯვნივ გადანაცვლების შედეგად იზრდება სხვა რიცხვით. ყოველი მომდევნო რიცხვიც ამავე წესით კიბის წინა საფეხურის რიცხვისგან მიიღება, სანამ რიცხვთა კიბეები ბოლომდე არ შეივსება. და სულ ბოლო საფეხური მიიღება ძალიან კარგი. ბავშვებო, სხვა პასუხი ხომ არ მიგიღიათ? მე ჩავხედე, ვისაც შესასწორებელი ჰქონდა, შეუსწორებია. ძალიან დიდი მადლობა. დაჭექი გიო, შემდეგი კიბეც უცებ შევავსოთ. აბა მითხარით, აქ რა რიცხვი იყო? 50. აკლდებოდა 20 და ემატებოდა ძალიან კარგი. ისევ ხუთსაფეხურიანი იყო, ხომ მართალია? კი ბატონო. აბა როგორმე შეეცადე, ცოტა მაღლა კია, მაგრამ ლამაზად დამიწერე. ძალიან კარგი, გიგი, მადლობთ. დაჭექი. ესე იგი ბოლო საფეხურზე მივიღეთ რიცხვი 170. ვინმე სხვა პასუხი აქვს ბავშვებო? ძალიან კარგი. ეს ამოცანა მრგვალ სამნიშნა რიცხვებზე მოქმედების უნარჩვევას ააქტიურებს. ამით ყველა მოსწავლე შემზადებულია იმისათვის, რომ მომდევნო ფაზაზე თვითონვე აღმოაჩინო ნახალი ცოდნა. კერძოდ, მრგვალ სამნიშნა რიცხვებზე მრგვალი ორნიშნა რიცხვების მიმატება ასეულზე გადასვლით. მუშაობ ჯგუფურად. მოდით მივაწყოთ სწრაფად და უხმაუროთ მერხები ერთმანეთს. მოდით. ფაზის ამოცანაა ახალი ცოდნის აგება მოსწავლეთა მიერ. ჯგუფური მუშაობისა და შემდგომი ერთობლივი მსჯელობის ფორმით. გამოვიძიოთ ახეთ, რომ მეოთხე ჯგუფი დაეტიოს. კონსტრუქტივისტულ სწავლებაში არ ხდება მასწავლებლის მიერ ახალი მასალის ახსნა. მასწავლებელი მხოლოდ ეხმარება მოსწავლეებს, რათა მათ მიზანმიმართულად გაიმდიდრონ
გამოცდილება და ამ გამდიდრებულ გამოცდილებაზე თვითონვე დააშენონ ახალი ცოდნა. ნახეთ, მე მოვიტანე ფერადი ფურცლები, დავარიგებ და დავალებებიც ფერად ფურცლებზე მაქვს, ბავშვებო. ვისაც რა ფერის ფურცელი შეხვდება, ისეთი ფერის დავალება შეასრულებს. წითელი დავალება ამ მაგიდაზე იყოს. ჯგუფური მუშაობის დასაწყისში თითოეული ჯგუფი იღებს ბარათს დავალებით. თითო გამოთვლით ამოცანას მრგვალი სამნიშნა რიცხვისთვის, მრგვალი ორნიშნა რიცხვის მიმატებაზე ასეულზე გადასვლით 1000-ის ფარგლებში, რაც ჯერ არ აქვთ ნასწავლი. თქვენ მწვანე ხართ, მესამე. პასტები დაგჭირდებათ კიდევ. სწრაფად. ჯგუფებს ერთნაირი რიცხვები ეძლებათ, მაგრამ დავალება განსხვავებულია. მოცემული რიცხვები და მათი შეკრება უნდა წარმოადგინონ სხვადასხვა თვალსაჩინო სახით. ერთმა ჯგუფმა პლასმასის კედლებითა და სვეტებით, რომლებიც გამოხატავენ შესაბამისად ასეულებსა და ათეულებს. მეორე ჯგუფმა ნახაზით, რომელზეც კვადრატები გამოხატავს ასეულებს, მართკუთხედები კი ათეულებს. ხოლო მესამე ჯგუფმა წრიულ სამიზნეზე მიმაგრებული მაგნიტური ისრებით, რომლებიც გამოხატავს ასეულებსა და ათეულებს. ხუთი კედელი. მოსწავლეები აკეთებენ ახალ სასწავლო საკითხთან დაკავშირებულ პროცედურას. მრგვალი სამნიშნა რიცხვისთვის, მრგვალი ორნიშნა რიცხვის მიმატებას ასეულზე გადასვლით 1000-ის ფარგლებში. მათ ჯერ არ უსწავლიათ შეკრების წესი, მაგრამ უკვე პრაქტიკულად კრებენ რიცხვებს. აბა დაუკვირდით ბავშვებო, რას აკეთებს ნიკა? დაუკვირდით, სულ ყველამ შევხედოთ. მოსწავლეთა პრეზენტაციები და მათ გარშემო გაშლილი დისკუსიები მასწავლებელს საშუალებას აძლევს, რომ გაერკვეს. ხომ არ დარჩა ცოდნა მხოლოდ ინფორმირებულობის დონეზე? ხდება თუ არა ცნებების გააზრება? ვითარდება თუ არა მოსწავლეთა ლოგიკური აზროვნება და მსჯელობა დასაბუთების უნარჩვევები? 80 რაღა არის? 8 სვეტი. კი ბატონო. შევკრიბოთ. რვა. სვეტი, კი ბატონო, ცოტა ცოცხლად. აქედან ჩვენ უნდა ავიღოთ 1 ცალი 10 ცალი სვეტი. მოდი მრუდში ჩავსვათ, ყველამ რომ დაინახოს, გადათვალე 10 ცალი, გადათვალე და კარგად მრუდში ჩასვი და დაწერე ტოლია. შევცვალოთ. რა შევცვალოთ, გიგი? ეს 10 ცალი სვეტი არის 1 ცალი კედელი. ესე იგი? და გაგვიხდა 6 ცალი კედელი. უსმენთ ყველანი, ბავშვებო, ძალიან კარგი. და დაგვრჩა 2 ცალი სვეტი. კი ბატონო. და წარმოვადგინოთ, ეს რა რიცხვია? 120. აი 620. დააწერე 620. მივიღეთ იგივე, რაც პირველმა ჯგუფმა მიიღო, ბავშვებო. კი ბატონო. აბა სულ ყველა მოსმინო, ძალიან საინტერესო დავალება აქვს ლიზიკოს. კლასს უყურე? სარმოჩი არის 5 ასეული. დია? კიდევ 4 ათეული. კი ბატონო. ამიტომ მე ასეულებში დავდებ 5 ცალ ისარს. კი ბატონო, 5 ცალ ისარს დადებ ასეულებში. და კიდევ დავდებ 4 ცალ ისარს ათეულებში. ძალიან კარგი. მეორე შესაკრებია 80. დია? ამიტომ მე მწვანე ფერით გავაკეთებ ათეულებში 8 ისა. ათეულებში არის 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 12 ისარი. აქედან მე გამოვყავ 10 ისარს. იმიტომ რომ მათი ათეული არის 1 ასეული. ამის ნაცვლად გავაკეთებ 1 მსხვილი ისარს ასეულებში. ნახოთ, აბა დავთვალოთ რა რიცხვი მივიღეთ. მოვიდა 620. დავწეროთ. იგივე რიცხვი მივიღეთ, ბავშვებო? შეიძლებოდა სხვა რიცხვი მიგვეღო? რატომ ვინ მეტყვის? დიახ, მაგალითი ერთი იყო, აბა რა იყო სხვადასხვა? შესრულების ხერხები, ხო მართალია? ნახეთ, რამდენი ხერხით ვისწავლეთ. მოსწავლეების მიერ კონკრეტული გამოცდილების დაგროვების შემდგომ აქტივობათა მიზანია ამ გამოცდილების დასისტემება, შეკრების ალგორითმის ჩამოყალიბება და შესაბამისი ჩანაწერების სახით გაფორმება. 12 ცალ ათეულში არის 10 ცალი ათეული, იგივე 100.
დიახ, დავწეროთ ტოლია, დავწეროთ თორნიკა ტოლია. 6 ცალი ასეული. დარჩა 6 ცალი ათეული და 2. 6 ცალი ასეული და ცალი ათეული. ძალიან კარგი. ეს არის ასეული, ეს არის ათეული და ეს არის ერთეული. მატებას ვიწყებთ ერთეულებიდან. ნულს მივუმატოთ 0 არის 0. კი ბატონო. დავწერთ 4-ს მივუმატოთ 8 არის 12. ერთს ვიმახსოვრებთ. ერთს რას ვიმახსოვრებთ? ათეულს, ასეულს თუ ერთეულს? ასეულს. მოდი აბა წითელი კალმით. აი ეს დამახსოვრებული ბავშვებო, დავაწეროთ ხოლმე ასეულებს. აი ასე. ერთიანი ხომ დავიმახსოვრეთ? ხო? აიღე შენი კალამი. მე მოგეხმარე დავაწერე ერთიანი და ახლა რა სიტყვი? ერთი ხომ დავიმახსოვრეთ. დიახ. იმ ერთ დამახსოვრებულს გამოვიდან თაკ და ეს ციფრი გამოვიდა. დაუმატებთ არა 500-ას. მივიღეთ რიცხვი გამოვიდა 600-ას. იგივე რიცხვი მივიღეთ. კი ბატონო, დიდი მადლობა. შეკრება ასეულზე გადასვლით მოსწავლეებმა თვითონ ისწავლეს. თვითონ აღმოაჩინეს და ააგეს საკუთარი ცოდნა. მასწავლებელს არაფერი აუხსნია. იგი მხოლოდ წარმართავდა გაკვეთილს, ეხმარებოდა მოსწავლეებს, ფასილიტაციას უწევდა მათ. ჩვენ გვაქვს 3 ფერის ისრები. პირველ ფაზის ამოცანა მოსწავლეთა ახალი ცოდნის განმტკიცება. ტექსტური ამოცანების ინდივიდუალური ამოხსნისა და შემდგომი ერთობლივი განხილვის ფორმით. მესამეს წვანე. მესამე ფაზაზე მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს, რომ განიმტკიცონ თავისი ცოდნა. ეს მიიღწევა მრავალფეროვანი აქტივობებით, რომელიც მოიცავს გამეორებასაც, წვრთნასაც და საყოფაცხოვრებო ვითარებაში ცოდნის გამოყენებასაც. მაგალითად, ტექსტური ამოცანების ამოხსნას ან მათემატიკურ პროექტებზე მუშაობას. მოკლე ჩანაწერი გადავწეროთ და ვიმუშაოთ. გასაგებია ვასილ, შენთვის ეს ამოცანა. აბა დაფიქრდი კარგად. მასწავლებელი ყურადღებით უნდა ამოწმებდეს. ნასწავლის საკითხი არის თუ არა მრავალმხრივად განხილული. საკმარისად ვითარდება თუ არა შესაბამისი მათემატიკური და გამოყენებითი უნარჩვევები. საკმარისად ვითარდება თუ არა მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარი, ინტუიცია, მიხვედრილობა. თითო ამოცანას მხოლოდ ვინც დაასრულა კალამი დადოს. აგვიხსენი როგორ მიიღე 410? ამ 350. დიახ. მიუმატე 60. როგორ მიუმატე? ეგ მაინტერესებს ზუსტად. 350 ჩვენ მიუმატე 50 და მივიღე 400 და მე მიუმატე 10 და მივიღე 400. ძალიან კარგი ბიჭი ხარ. მეორე შეკითხვას უპასუხოთ. ბავშვებო, წითელ ალმიანებო, სხვა პასუხი ხომ არ მიიღეთ? ძალიან კარგი. აბა ახლა რამდენი ალბომი გჭირდება? ისიც გითხარი. გისმენთ ნიკა? თუ 100 წიგნზე ერთი ალბომს ჩუქნიან. დიახ. 400 წიგნზე აჩუქებენ. რატო 400 წიგნზე? 400 წიგნზე აჩუქებენ. 410 წიგნში რა უნდა გამოვყოთ ნიკა? ისა 400. 410 წიგნში რა უნდა გამოვყოთ? ჩვენ რა გვაინტერესებს? რამდენი მიეხმარე რას ამბობდი დემეტრე? რამდენი? რამდენი ასეულიაო? აბა დავწეროთ 410 რამდენი ასეულია? ნიშნულოვანია, რომ მოსწავლებმა გაახმოვანონ ყოველი შესრულებული მოქმედება. ხმამაღლა იმსჯელონ თუ რატომ აკეთებენ ასე. ისიც აუცილებელია, რომ მაღალი მათემატიკური მზაობის მქონე მოსწავლებს საშუალება მიეცეთ, უფრო გამომწვევი და ძნელი მათემატიკური პრობლემები გადაჭრან და ასე გაიფართონ მათემატიკური თვალსაჩინო. იმ 10 წიგნზე რამეს მისცემენ ნეტა? არა. რამდენ ალბომს აჩუქებენ? 4 ალბომი. ეთანხმებით ბავშვებო 4 ალბომი. კი ბატონო. მესამე ფაზის მცირე მონაკვეთები შემდგომ გაკვეთილებზეც გრძელდება. ამდენად კონსტრუქტივისტული მიდგომა და სწავლების სამფაზიანი მოდელი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს წინარე გამოცდილებაზე დაფუძნებით თავად ააგონ ახალი ცოდნა. შემდეგ კი განამტკიცონ და განავითარონ იგი. მასწავლებელი კი ეხმარება მათ აღნიშნული პროცესების სწორად და გონივრულად წარმართვაში.